გერმანული ენის გრამატიკის სრული კურსი, თეორია, პრაქტიკა. განსაზღვრული არტიკლი. Der bestimmte Artikel. Der, die, das. განსაზღვრული არტიკლი წარმოსდგება ჩვენებითი ნაცვალსახელისგან. მრავლობითი რიცხვის წარმოებისას ყველა სქესში die არტიკლი გამოიყენება. განსაზღვრული არტიკლის გამოყენების წესები. პირველი, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება თუ არსებითი სახელი ნახსენებია ან უკვე ცნობილია. მეორე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება იმ არსებითი სახელების წინ, რომლებიც ერთადერთია. მესამე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება არსებით სახელთან, როცა წინ უძღვის განსაზღვრებად რიგობითი რიცხვითი სახელი და ზედსართავი სახელი. მეოთხე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება განყენებული მცნებების, ანუ აბსტრაქტული არსებითი სახელების წინ. მეხუთე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება თარიღების, კვირის დღეების, თვეების, წელიწადის დროების და ზოგიერთი დღესასწაულის წინ. მეექვსე, განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება ასევე ზოგიერთი მამრობითი და მდედრობითი სქესის ქვეყნებთან. მეშვიდე, თუ საკუთარი სახელის წინ დგას განსაზღვრება, მაშინ საკუთარი სახელი განსაზღვრული არტიკლით გამოიყენება. მერვე, თუ არსებითი სახელი ბრძანებითი წინადადების ნაწილია, არტიკლი ჩვეულებრივი წესით იხმარება. ბრძანებითი ფორმა თავისით არტიკლს არ აუქმებს. განუსაზღვრელი არტიკლი. Der unbestimmte Artikel. განუსაზღვრელ არტიკლს მრავლობითი რიცხვი არ აქვს. იგი ნაწარმოებია ein-ისგან, რაც ერთს ნიშნავს. განუსაზღვრელ არტიკლს ორი ფორმა აქვს, ein, eine. ისინი არსებითი სახელის წინ დგან მხოლობით რიცხვში. განუსაზღვრელი არტიკლის გამოყენების წესები. პირველი, განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება, როცა არსებით სახელს პირველად ვახსენებთ. უცნობია, ან როცა საუბრის დროს მხედველობაში გვაქვს არსებითი სახელი ზოგადად. ან თვითონ არსებითი სახელი განუსაზღვრელი და არა კონკრეტული ხასიათისაა. მეორე, განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება, როცა რაღაცას ვადარებთ ერთმანეთს ვის გამოყენებით. მესამე, განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება ჰაბენის, ქონა ყოლა, ბრაუხენის, საჭიროება, ეს გიფთის და das istის შემდეგ. მეოთხე, განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება, როცა არსებითი სახელი პროფესიის, საქმიანობის, რელიგიური და ეროვნული კუთვნილების განმსაზღვრელი სიტყვაა და მას წინ უძღვის ზედსართავი სახელი. ნულოვანი არტიკლი, null artikel. ზოგჯერ არსებითი სახელი არტიკლის გარეშე იხმარება. პირველი, თუ არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში პირველად განუსაზღვრელი მნიშვნელობით არის ნახმარი, არტიკლი არ იხმარება. მეორე, გერმანულში საკუთარი სახელები ჩვეულებრივ არტიკლის გარეშე იხმარება. მესამე, ალსის და ზმნების, ზაინის, ვერდენის და ბლაიბენის შემდეგ არტიკლი არ იხმარება, თუ არსებითი სახელი აღნიშნავს პროფესიას, საქმიანობას, ფუნქციას, როლს, სტატუსს, ვინაობას, ეროვნებას, რელიგიას, სოციალურ მდგომარეობას და კუთვნილებას, იმ შემთხვევაში, როცა ისინი ადამიანის ზოგად იდენტობას აღნიშნავენ. მეოთხე, თუ არსებით სახელს წინ უძღვის განსაზღვრელი სიტყვები, ჩვეულებრივ არტიკლი აღარ იხმარება, რადგან ეს სიტყვები განსაზღვრავენ არსებით სახელს. მეხუთე, მიმართვის დროს არსებითი სახელი ჩვეულებრივ არტიკლის გარეშე იხმარება. მეექვსე, არტიკლი არ იხმარება ტიტულების და წოდების სახელებთან, როცა ისინი საკუთარ სახელთან ერთად ან მიმართვის ფორმაში დგანან. მეშვიდე, ნივთიერებისა და მასალის სახელებთან არტიკლი არ იხმარება, როცა ისინი ზოგადი განუსაზღვრელი მნიშვნელობით გამოიყენება. ეს წესი მოქმედებს მაშინ, როცა ეს სიტყვები წინადადებაში დამატებას წარმოადგენენ. მერვე, ჩამოთვლისას არსებითი სახელი და მრავლობითი არსებითი სახელები ხშირად არტიკლის გარეშე იხმარება, როცა ისინი ზოგადი ან განუსაზღვრელი მნიშვნელობით გამოიყენება. მეცხრე, არტიკლი ხშირად არ იხმარება წიგნების სათაურებში, წარწერებში, სათაურებსა და სასწავლო საგნების სახელებთან, როცა ისინი ზოგადი სახელწოდების სახითაა ნახმარი. მეათე, გერმანულში იდეომატურ და ფრაზეოლოგიურ გამონათქვამებში არტიკლი ხშირად არ იხმარება, თუ ეს კონსტრუქციის მყარ ფორმას შეესაბამება, მაგრამ ბევრ იდეომში და ანდაზაში არტიკლი აუცილებელი ნაწილია. ამიტომ თითოეული გამოთქმა ცალკე უნდა ვისწავლოთ. მეთერთმეტე, არათვლად არსებით სახელებთან არტიკლი ხშირად არ იხმარება, როცა ისინი ზოგადი მნიშვნელობითაა გამოყენებული, თუ მათ მარტო მხოლობითი რიცხვი აქვთ და მრავლობითი არ გააჩნიათ. მეთორმეტე, mit, ohne და zu's შემდეგ არსებითი სახელი ზოგჯერ არტიკლის გარეშე იხმარება, მაგრამ ეს დამოკიდებულია მნიშვნელობაზე. მეცამეტე, არტიკლი არ იხმარება კონსტრუქციებით ზმნებთან. მეთოთხმეტე, ზოგჯერ ზმნა და არსებითი სახელი ერთად ერთ ფიქსირებულ გამოთქმას ქმნის და ასეთ დროს არსებით სახელს არტიკლი არ ესმება. მეთხუთმეტე,
თუ აბსტრაქტული არსებითი სახელი ზოგადი მნიშვნელობითაა ნახმარები, არტიკლი ხშირ შემთხვევაში არ გამოიყენება. მე-16. არტიკლი არ იხმარება, როცა ერთი არსებითი სახელის წინ დგას მეორე არსებითი სახელი. მე-17. არტიკლი არ იხმარება, როცა ერთი არსებითი სახელი დგას გენეტივში და წინ უდგას მეორე არსებითი სახელი.